როდესაც შენი საათი დაკრავს, როდესაც ნიჩაბი დაკრავს საშენო მიწას, ყველა გასწორდება. ეს იმ ქვეყნად, თორემ ამ ქვეყანას კიდევ დიდხანს აჩნდება კვალი, რომ განსხვავებულად იცხოვრე. კანონიერი ქურდი მახოხი და ის რა ქვია, ელგუჯა და ის დუდუკა, კივი. ნამდვილი კანონიერი ქურდები ესენი არიან. ხონსკერა ყველას უყვარდა, ყველა კაი ხალხი იყო, ძალიან კაი ხალხი. ქაროსანიძე იგი ტლიკვა, იგი სოფლიო ვარსკვლავი იყო. ხონში ეგრეთ წოდებული რამკიანების საფლავები უმეტესად გზის პირასაა. ყველამ დაინახოს როგორ სემენ პატივს ბადრის, ან რეზო ღვინცაძეს, იგივე რეზო ბატუმსკის. ყველამ წაიკითხოს ლექსი ჩაფიქრდეს საკაცობრიო ღირებულებებზე და ოფშაკის ღირებულებაზე. ოფშაკზე გაახსენდეს დავით დანელიას, სულელად ცნობილი, რომელსაც სიცოცხლის ბოლოსკენ ქურდობა სულ 2000 რუბლისთვის ჩამოართვეს. ეს თანხა, როგორც რუსული წყაროები უწყებიან, მან ქუთაისის დაჯგუფების ცნობილი წევრის რევაზ აბზიანძის დასაკრძალი ფულიდან მიითვისა და ნარკოტიკებში დახარჯა. ანი ჯანაშია ქურდების მარტიროლოგად სულ რამდენიმე დღეა იქცა. ჯერ ერთი კანონიერი ქურდის საფლავი მოხვდა თვალში, შემდეგ მეორისა. ახლა ამ საფლავებმა მის ობიექტივში მოხვედრა დაიწყეს. აი ზუსტად იმ ჩაცუცქული თაობის, აი ამ ძველი კრიმინალური ავტორიტეტობის გამომსახველი და ერთგვარი სიმბოლოა დღეს აი ეს სასაფლავები, რომელსაც ვხედავთ. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის აღრიცხული 716 კანონიერი ქურდიდან თითქმის მესამედი, 32% ქართველი იყო. ავტორიტეტების სიმჭიდროვე საქართველოში ყოველთვის იგრძნობოდა. აი ყველაზე ნათელი მაგალითი კანონიერმა ქურდმა ტლიკვამ და კანონიერმა ქურდმა მახოხიამ 1980 წელს მოსკოვში კანონიერ ქურდად აკურთხეს გივი ფარცხალაძე. იგივე დუდუკა მათი მეზობელი ამ ქვეყნიურ და უკვე იმ ქვეყნიურ ხონში. ქურდული საფლავების მდიდრული მორთულობა ორ რამეზეა დამოკიდებული: გავლენასა და სიკვდილის დროზე. დაწყებული 90-იანი წლებიდან იმატებს მარმარილოს რაოდენობა. ჩაცუცქულები სავარძლებში სხდებიან. უმეტესობას ბავშვებს ჰქონდათ სურვილი, რომ დიდობაში გამختარიყვნენ შემდეგ ქურდები. იმიტომ რომ ეს ადამიანები ფლობდნენ ძალაუფლებას და განსაკუთრებულ პატივგებაში იყვნენ ადამიანებისგან. ახალგაზრდა გოგონებიც კი არჩევდნენ თავიანთ სათმოთ და საკუთრად, რომ აი ქურდია ან მომავალია. კანონიერი ქურდის ნიკოლოზ თუთბერიძის იგივე მაცის საფლავი ლეგენდას ნამდვილად იმსახურებს. ქუთაისელი მოქანდაკეები და მხატვრები ყვებიან, რომ პროფესორის გარეგნობის კაცის ეს ძეგლისა და მთელი ანსამბლიც რუსეთიდან მეგობრებმა სომეხმა ქურდებმა უკვე გამოკვეთილი ჩამოიტანეს და დაამონტაჟეს. ასეთი შეკვეთა აქ იშვიათია, ამიტომ ფასი მხოლოდ მიახლოებით შეიძლება გამოიცნო. $9 მილიონი რომ ეღირებოდა ყველა თანხდება. საქართველოში ამ ფულს ახლა არავინ ხარჯავს. უფრო პორტრეტებს უკვეთავენ შეძლებულები ნატურალური ზომისას. აღმოსავლეთის რეგიონში საერთოდ ნაკლებად და ჩვენთან უკვე აი ამოდენები მზადდება მეტრო 60, მეტრო 70-იანი სიმაღლის. საიდან მოდის მოდა, არავინ იცის, მაგრამ ბევრ ქურდს საფლავის ქვაზე ცოცხალ მეუღლესთან ერთად ხატავენ. Когда начали шманать, когда надели наручники, подсунули Левинас. რუსეთის მილიციამ თავის დროზე უშარლო მალხას მინდაძის ვიდეო გაავრცელა, მაგრამ ისტორიას მისი სახელის კაცი ჰასტუხით უნდა დარჩეს. მხატვრობასთან ერთად არსებობს თურმე ქურდული პოეზიაც. არსად წერია ის წესი, რასაც ვაშკაცი ხმარობსა, სახელს ანაცვლებს სიცოცხლეს თავისი რწმენით ხარობსა. ლიდერობისადმი რაღაც წყურვილი ქართულში ძლიერია. ვინც ყოფილა მაგალითად საბჭოურ ჯარში, ის დამეთანხმება, რომ მარტოც რომ ყოფილიყავი დაუშვათ უამრავ ხალხში, ქართულს ყოველთვის ჰქონდა იმის უნარი, რომ გაეტანა საკუთარ თავი და თავის წესრიგი იქ დაემყარებია. სადაც მითებია, იქაც სიმბოლოებია. გია მანაგაძის საფლავი ჭომაზე გადაშლილი წიგნებითაა. რუსული ჯვარი, არწივი, კრიალოსანი, მგლოვიარე ქალი, გულები და ანგელოზები. Являетесь вором в законе. კანონიერი ქურდის ამ ქვეყნიური სახელის სიკვდილი შემდეგაც უნდა მოქმედებდეს. ბოლომდე ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ 1994 წელს ავთანდილ ჩიხლაძის, იგივე კვეჟოსა და მისი მეუღლის მკვლელობას ორ მის თანაქალაქელ ყოფილ მეგობარ კანონიერ ქურდს აბრალებდნენ. ბაგრატ უგლავა 1996-ში მოკლეს, დავით მელქაძე კი წელს იანვარში. Причисляйте себя к категории лиц воров в законе. Я ни у кого ничего. დიდრული და განსხვავებული საფლავების რაოდენობა ქურდობის პოპულარობის ირიბი ნიშანია. პირადი გამოცდილება კი ამას პირდაპირ ადასტურებს. ხონის კოლონიების მსჯავრდებულებს სახელმწიფო ჩაის პლანტაციებში იყენებდა. ადგილობრივებთან მათ ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდათ. ყველა ხედავდა, რომ ქურდი არ მუშაობდა და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. ნელ-ნელა დაიწყო ამ კლასის სოციალური სტატუსის შეცვლა. 80%, 70-80% იყო კარგი ოჯახის შვილები. ყველა და ეხლა ახალგაზრდა ფიქრობდა, რომ ეს კარგი ოჯახის შვილი თუ ესე იგი მან გადაწყვიტა დედა პროფესორი, მამა პროფესორი ან პედაგოგის ან ექიმების ოჯახიდან იყო გამოსული, რატომ გადაწყვიტა, რატომ უნდა მას განვეკურდება. და ეს იყო მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომ ესე იგი კარგია.
იმიტომ რომ ისი სიტყვა ფასობდა ყველანაირად. ქურდი, სისხლით და ხორცით. Курды хар? Конечно. Ну, вор в законе. В законе или просто не имеет. ტრადიციები გრძელდება. როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. იმდენი ქურდისთვის, რამდენიც საქართველოს შუა სამშობლო ზედმეტად პატარა აღმოჩნდა. მათი ასპარეზი ახლა უფრო დიდი რუსეთია. როგორც წესი, ბუნებრივი სიკვდილით არ ყვდებიან და სანამ მათი მზე გადაიწვერება, სხვაზე მეტი უნდა მოასწრონ. ქურდობა ბუნებრივია კრიმინალზეა დაფუძნებული, მაგრამ რომანტიკული დრო, როდესაც კანონიერ ქურდს არც ოჯახი ყავდა და არც ქონება ჰქონდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. კანონიერმა ქურდობამ ჯერ ბიზნესი მოიცვა, შემდეგ დიდი ბიზნესი. მაგრამ რა ქონებით, ან რა პოლიტიკური გავლენით უნდა გააკვირო ქვეყანა, რომელსაც 20 წლის წინ ყოფილი კანონიერი ქურდი მართავდა.